თუ დაეცემი, ის წამოდგომაში არ დაგეხმარება. თუ შეცდები, ის სახალხოდ დაგცინებს. ის ნერვებზე თამაშის ვირტუოზია და კოჟრებზე დაბიჯების დიდოსტატი. ის შეიარაღებულია მიკროფონით და ძალიან საშიშია. ჯოკერი, დავით ლიკლიკაძის საავტორო გადაცემა. უსმინე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ძველი ქალაქის ეთერში. ჯოკერი, სასაცილოა. სტალინის ძეგლების აღმართვას კიდევ ვერ მოვრჩით. ძეგლი რა, უსუსური ბიუსტების წამოჭვიმა. სადღაც სოფელ. მეტა ვის რა ფეხებათ უნდა სტალინის უნიჭო ბიუსტი. ხელოვნების ნიმუშს მაინც წარმოადგენდეს. ღირებული ქანდაკება მაინც ქონოდა ოდესმე სტალინზე არტის სტილში. მაინც გავამართლებდით სადმე, მაგრამ ბნელი ქვეყანა ვართ და უთავმოყვარეო. თუ რატომ ვართ ბნელი და მერე უთავმოყვარეოები, ამას გადაცემაში მალე გაიგებთ. ეს გადაცემა ჯოკერია, მე დათო ლიკლიკაძე ვარ. თქვენ გვისმენთ რადიო ძველი ქალაქის ეთერში FM 107.9. გამარჯობა. ვიღაცას კახეთის რომელიღაც სოფელში სტალინის ბიუსტი დაუდგამს. ბნელი ხარ, აბა რა ხარ? 21 საუკუნეში, ინტერნეტისა და მულტიმედიების საუკუნეში რომ მოგაწვება ორგანიზმში სტალინის სიყვარული, თან გაუაზრებელი სიყვარული და ასე ურაპატრიოტიზმითა და ხფოს აღდგინებით ტაშად შემოგრავ. არა ბიჭო, ეს იყო ქართველი და თქვენ ხართ ქართველები. ახლა მინდა მოკლე ექსკურსი ჩაუტარო ამ ბნელებს, კოლექტიურ სტალინელებს. როგორ უნდა გძულდეს და გეზიზღებოდეს შენი ქვეყანა, რომ ამდენი შენელებული მოქმედების ბომბი დაუდო მას. ასეთი კი დადასტურებული და ხილულად ჩადო სტალინმა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შექმნა. იქნებ თქვათ, რომ სტალინს არ შეუქმნია და არ გაუძლიერებია. იქნებ თქვათ, რომ სტალინმა არ შექმნა აფხაზეთის სახელმწიფოებრივი გამორკვევის მექანიზმი. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკის შექმნა. იქნებ ესეც არ გახსოვთ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შექმნა, რომელიც დროულად წავგლიჯეთ რუსეთს და ვერ მოასწრო. იმ სულში ძაღლ მიმკვდარმა ამ ამბის თავისი სცენარით გავითარება. გარეჯის მიმდებარე მიწების ისე განაწილება, რომ შენი ერის ისტორია მეზობლის ტერიტორიაზე აღმოჩნდა. იქნებ სტალინის დროს კი არა, მამაჩემის მიერ არის დემარკიზირებული საზღვრები. სხვა სიბინძურეებზე ამ ეტაპზე არ შევჩერდები. საკმაოდ დიდია მისი ღვაწლი საკუთარი სამშობლოს წინაშე და მხოლოდ ეს ვიკმაროთ ამისათვის, რომ მივხვდეთ რატომ ვართ უთავმოყვარო ქვეყანა, ვისაც სტალინი გვიყვარს. და საერთოდ, ვის ახსოვს სოჭი, რაც სტალინმა და ორჯონიკიძემ საკუთარ ქვეყანას გაუკეთეს. ამის მერე როგორ იღებთ ხმას სტალინის სიყვარულზე, ან ვინ ბედავს ჩვენ ქვეყანაში მისი ძეგლის დადგმას. მართლა თქვენ უთავმოყვაროებო. მე ის მიკვირს, ამ ხელას სიძულვილი საიდან ქონდა ტიპს, მაგრამ იმას ვაბრალებ, რომ საქართველოში სანამ ცხოვრობდა, ერთი ბანდიტი იყო და არაფრად აგდებდნენ. რუსეთში კიდევ რუსულმა იდიოტებმა ისე უკრეს ტაში, იფიქრა, რომ საქართველოში არ უყვარდი და ამათ დამაფასესო და დაიბოღმა. რუსეთი ხომ ყველაფერს ნეხვად აქცევს და ამის მონაცემები სტალინს ნამდვილად ქონდა. დიდი ტრაგედია არ არის ძველი თაობის რაღაც ნაწილს სულ მცირეც რომ ენატრება სტალინი. გავაწლები და ეს ხალხი წავა ამ ქვეყნიდან მიენელა და ეს ქვეყანა დარჩება სხვა თაობებს, ვისაც სტალინი ნამდვილად არ ეყვარება. ეს გადაცემა ჯოკერია. მე დათო ლიკლიკაძე ვარ. შევხვდებით ერთმანეთს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა. თუ დაეცემი, ის წამოდგომაში არ დაგეხმარება. თუ შეცდები, ის სახალხოდ დაგცინებს. ის ნერვებზე თამაშის ვირტუოზია და კოჟრებზე დაბიჯების დიდოსტატი. ის შეიარაღებულია მიკროფონით და ძალიან საშიშია. ჯოკერი, დავით ლიკლიკაძის საავტორო გადაცემა. უსმინე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ძველი ქალაქის ეთერში. ჯოკერი, სასაცილოა.